მრთველი კახეთში ტრადიციულად დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტიდან დაიწყო. 2 სექტემბრის მონაცემებით ღვინის საწარმოებმა 3000 ტონა ყურძენი გადაამუშავეს. 24 საათიან რეჟიმში მუშაობს რთვლის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანშია განთავსებული. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით წელს ყურძენს სახელმწიფო საწარმო შეპესე მოსავლის მართვის კომპანია ხარისხის მიხედვით დიფერენცირებულ ფასად ჩაიბარებს. საფერავის ჯიშის ყურძენს ლარნახევრად, ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშებს ერთლარად და 20 თეთრად, არაკონდიციურ და დაზიანებულ ან დაავადებულ ყურძენს ერთლარად. ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. ყურძენს იბარებს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ქარხნები. მე კიდევ ერთხელ შევხსენებ მოსახლეობას, რომ მთავრობის განკარგულების მიხედვით არაკონდიციური ყურძენი ჩაბარდება ნებისმიერი ჯიშის ლარად. ასეთი პრეცედენტები უკვე დაფიქსირდა. კიდევ ერთხელ შევახსენებ მოსახლეობას, რომ მათივე ინტერესებიდან გამომდინარე ყურძნის შაქრიანობა უნდა იყოს არანაკლებ 19-ისა. იქიდან გამომდინარე, რომ განკარგულების მიხედვით საფერავის ჯიშის ყურძენში სხვაობა არის 50 თეთრი, ხოლო სხვა დანარჩენ საღვინე ჯიშებში 20 თეთრი. როგორც მთავრობის დადგენილებაში იყო ნაჩვენები, ასევე ჩვენ მქონდა ადგილობრივი შტაბთან ურთიერთობა ქარხნის წარმომადგენლებთან, რომ შესულიყო კონდიციაში, ანუ 19 გრადუსზე ზევით უნდა იყოს შაქარი. შესულია ეს ყურძენი უკვე კონდიციაში, გუშინ მოვიტანე 7 მანქანა, დღეს მოვიტანე 8 მანქანა. ფასის შესაბამისად გუშინ ლარი და 20-ია კონდიციური ყურძნისთვის. თავის მიმდინარე შვიდ გარემოში გლეხი, ვისაც მისი ყურძენი შესულია კონდიციაში უკვე ყველა უპრობლემოდ აბარებს, არანაირი პრეტენზია არ არსებობს, მადლობა იმ მეშვეურებს, ვინც ამას ახორციელებს. მე ბილანაგიდან მოვიტანე ყურძენი წნოში ჩასაბარებლად, გამოვიდა გრადუსი 19-ზე მეტი. გამიტარეს ლარი და 20.